19 ივლისი ბოქსი, MMA, Alexander Usyk, Daniel Dubois, Max Holloway, Dustin Poirier. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი ორივე სპორტში და მაგ თემაზე ვისაუბრებთ ამ ვიდეოში. მოკლედ 19 ივლისს გველდება ორი ძალიან მაგარი ჯგუფი. კრივში Daniel Dubois დაუპირისპირდება Alexander Usyk's და MMA-ში Dustin Poirier-ს ბოლო ჯგუფს ვიხილავთ Max Holloway-ის წინააღმდეგ. კარგით, მოდი პირველი ჯერ ვისაუბროთ Usyk's და Dubois ჯგუფზე. მოგეხსენებათ ეს არის რემატჩი ამ ორ მოჭუბას შორის და მოდი რატომაც არა შევხედოთ მათი პირველი ჯგუფი როგორ წარიმართა. რა თქმა უნდა, მთლიან ჯგუფს არ უყურებთ აქ, მაგრამ მოდი გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მომენტები ჯგუფიდან. პირველი მნიშვნელოვანი და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ჯგუფში არის მეხუთე რაუნდში, რაზეც წინა კრივის ვიდეოშიც ვისაუბრე. იქ აგიხსენეთ დაახლოებით რა მოხდა და რამ გამოიწვია ნებათა ხელვა და აქ ახლა უშუალოდ გაჩვევთ მომენტს. დაიწყო მეხუთე რაუნდი. That ring is wet. You can hear the squeaking on their feet. Yes, very, very hard rain that started up just before the fight began. And as we mentioned, the perimeter. Oh, there's a body shot from Dubois. აი ეს არის ყველაზე დიდი მომენტი ამ ჯგუფიდან. And Louis Pabon is მოკლედ სიტუაცია ვისაც არ გახსოვთ, იყო მეხუთე რაუნდში body shot-ი, ну Dubois ფიქრით body shot-ი, რომელიც როგორც ხედავთ, საჯმა ჩათვალა low blow, რაც ნიშნავს, რომ ქამარს ქვევით დარტყმათ. ანუ ყვერებში ამორტყმათ. და მოკლედ ამაზე მიდიოდა დიდი განხილვა, რომ იყო თუ არა ნამდვილად ეს არალეგალური დარტყმა, თუ სწორ ანუ ქამარზე შეიძლება რა, თუ არ ვთქვით. და მოკლედ ამაზე მიდიოდა ბევრი განხილვა და ბევრი მოკლედ მიდიოდა ამ მომენტის ძალიან დიდი განხილვა და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი აზრი იყო. ნუ ბევრი რა, ორი სხვადასხვა აზრი იყო. ზოგი თვლიდა, რომ ლეგალური დარტყმა იყო, ზოგი თვლიდა, რომ ლეგალური დარტყმა იყო, ზოგი თვლიდა, რომ არ იყო ლეგალური დარტყმა. ნუ წესებში იცია, რომ belt line-ზე, ანუ ქამრის ხაზზე შეიძლება დარტყმა და ფოტოები არის და რაღაც ხაზებს სწავლები და მოკლედ უფრო ქამარზე ხვდება, მაგრამ ხვდება ქვევიდან. აი ნახოთ გამეორებას თუ გაჩვენებენ. როგორც ხედავთ, Usyk წევს არ არის კაი ამბავში, კაი დღეში უბრალოდ. ერთი, ორი, სამი. მოკლედ ხალხო, ბოლო 20-25 წუთია ვიწერა ვიდეოს, საკმაოდ ყოველფრით ვიყავი და გასათიშად რომ მივედი, ვხედავ რომ აუდიოს ჩაწერას არ აჩვენებს ავტომატურად და მეთქი იმედია ბაგია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თავიდან შემოწმებული ვქონდა. ჩავხდე ჩაანწერი და ვიდეოს დაწყებიდან 2 წუთში თურმე მიკროფონი გაითიშა და ვიდეო რომელსაც საკმაოდ ყოველფრით ვიყავი და ერთი ზოლი კოდორის დავპასტავდი, წამეშალა. შევეცდები ახლა რამენად რეპლიკა გავაკეთო ვიდეოსი და შევეცდები საერთოდ რომ უკეთესის გამოვიდეს ვიდრე ის რაც ჩავწერე. იმიტომ რომ ძალიან გული გამიწყდა საკმაოდ ყოფილი ვიყავი ვიდეოთი რაც გავაკეთე, თითქმის გავაკეთე და მომიწევს ყველაფერი თავიდან ჩავწერო, მაგრამ რას ვიზამთ. ეს თვებიც არეული თუ მიჩას მაგის ბრალი, იმიტომ რომ წაგან დავიპუტე და მე უკან დავიკარე. მოკლედ როგორც წარსულის ლუკამ, რომელსაც მიკროფონი ჯერ კიდევ უმუშავე და მოგახსენეთ, პირველი მნიშვნელოვანი მომენტი ხდება მეხუთე რაუნდში. მოდი ვიხილოთ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ჯგუფიდან. მოკლედ ვისაც არ გახსოვთ რა მოხდა, იყო body shot-ი, რომელიც საჯმა ჩათვალა low blow-დან, ანუ არალეგალურ დარტყმად, ქამრის ქვევით დარტყმად, ანუ ყვერებში ამორტყმად. აი ხედავთ Usyk-ის სახეს. მოდი ვიხილოთ ამ გადარტყმის უკეთესი გამეორება და მე გადავწყვეტოთ რა მოხდა. როგორც ხედავთ Usyk არ არის კარგ დღეში. იყენებს იმ დროს, რომელიც საჯმა მიცა, რადგან მოგეხსენებათ, როცა ესეთი რაც ხდება, საჯი 5 წუთს ადრეს მოჭუბავს, რომ სული მოითქვას. აი, take your time ეუნება საჯი. ამ გამეორებას ახლა ვერ გავიგებთ რა მოხდა. თუ იპოვი ახლა უკეთეს გამეორებას, თუ არ ვწდები არის. I'm ready ეუნება. Usyk. აი, აქვს უკეთესი გამეორება. ნახოთ. მოდი შევენოლოთ რომ გეცად ნახოთ. მოდი შევანელოთ ეს ყველაფერი. Here's another angle, Timmy. Another angle, yeah.
აი, ამ კადრით შეღეთ, აი ამ კადრით ვეჩანს რამდენად რთული იყო მიხვედრა თუ რა მოხდა. ფაქტიურად ნახევარი ხელთმანი არის კამრის ქვემოთ, ნახევარი არის ზემოთ. მოგეხსენებათ, belt line-ზე შეიძლება მარტო დარტყმა, თორსები კამრის მარტო ზედა ნახევარზე შეიძლება შეეხოს ხელთმანი, თუ არ ვწდები. ამ მთლიანი კამარით არ არის ჩართული რა. აი ნახეთ, ეხა სად მარხია ზაღლის თავი კი არა და. აი ამ კადრით ხედავთ, რომ აშკარად, ანუ გაცილებით უფრო ქვევით არის ხელი, კამრის ქვევით და უფრო არალეგალური დარტყმა ვიდრე ზევით, ამიტომ ამ რაკურსით და აი ამ მომენტში დაპაუზებული ვიდეოთი ვეთანხმებით საჭიროს გადაწყვეტილებას. მაგრამ მოდი შემდეგი კადრი ვნახოთ, შემდეგი ფრეიმი. აი უკვე მოხმარების მომენტში. აი ესეც იყო დიდი ნაწილი ამ კამათის სოციალურ მედიაში. ზოგი უფრო მოხვედრებამდე კაცსაჩვენებდა, რომ ძალიან დაბლა იყო, ზოგი ამ კაცსაჩვენებდა, ზოგი საერთოდ აი ვნახოთ. აი ამ კაცსაჩვენებდა, სადაც უკვე დასრულდა ბომბე დარტყმა და ხელმაზევით აიწია, აი ამ ფოტოსაჩვენებდნენ, მაგალითად დუბუას მხარეს ვინც იყო, რომ აი კამარზეა დარტყმა, უმეტესი ნაწილი კამარს ხვდება, მაგრამ ასევე არის მეორე ნაწილი, რაც თავიდანვე ვნახეთ, რომ არ ხვდება კამარს, აი შეგვიძლია გავაზიაროთ აი ეს კადრი. აი ეს კადრი. უკვე თითქმის შეხება მომხდარია და არის აშკარად ქვევით. ნუ ალბათ ხვდებით უკვე თქვენითაც, მაინც რატო იყო ბევრი კამათი მიუხედავად იმისა, რომ გამეორებები გქონდა. კიდევ ერთი რამ, რაც უფრო მაფიქრებინებს, რომ ეს იყო არალეგალური დარტყმა, არის უსიკის რეაქცია. აი მოდი ვნახოთ, რა მალევე აქვს რეაქცია ამ დარტყმასთან. ნუ მოგეხსენებათ, აი ბოდიშოთი, როცა ღვიძლში ხდება ან მუცელში ხდება, რაღაც წამი მაინც ჭირდება, რომ მას ეფექტი კონდეს და ან სულ თქვა შეგეკრას და ვეღარ გააგრძელოთ ჩხუბი და ანუ ეფექტი იგრძნო ამ დარტყმის. მაგრამ როგორც ხედავთ ამ გამეორებაში, აი მოდი შევანელებ, მოხდება თუ არ დარტყმა უსიქს ეგრევე აქვს რეაქცია, ანუ ეგრევე ძირს მიდის. აი ეგრევე, აი რეაქციას ხო უყურებთ. ნუ ეს უფრო ჩემი აზრით უფრო კამრის ქვევით დარტყმის რეაქციაა ვიდრე რაღაც პრესის არეში. მიუხედავად ამისა, ასევე მგონია, რომ ეს დარტყმა რომელსაც ლეგალურად ჩაითვალა და ეს ყველაფერი ჩათვლილი იყო ნოკდაუნად, ჩემს აზრით უსიკი მაინც გააგრძელებდა ჩხუბს. თან თორსები კლიპშიც ისმის, აი 5 წუთი რომელსაც აძლევენ მოჩხუბარს ამ მომენტის შემდეგ რომ ამოითქვა სული, მარტო 3 წუთს იყენებს უსიკი. ჩემს აზრით საერთოდ რომ ეს ნოკდაუნად ჩაითვალათ და მხოლოდ 10 წამი ქონდა მას ჩხუბის გასაზრდელად, ჩემს აზრით მაინც გააგრძელებდა. ამიტომ არ ვთვლი რომ გამარჯვება მომპარეს აქ დუბუას. ანუ კიდევ ერთ რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მოგების ტრაკი ქონდა და თუ გონია რომ უკეთესი მოჩხუბარია ვიდრე უსიკი, მაშინ დანარჩენ ჩხუბში გააკეთებინა რამე და ანუ ამ ბოდიშოტს მერე გამოეყენებინა ეს მომენტუმი და უპირატესობა და დაემარცხებინა უსიკი, მაგრამ არა, პირიქით თვითონ დაფინიშა მე-9 რაუნდში. კარგით, მოდი ახლა ვნახოთ შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ამ ჩხუბში. ნუ შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ხდება მერვე რაუნდის ბოლოში. მოდი ვნახოთ. Three-punch combination from Usyk just off the mark. I've been impressed with the mental fortitude, I would have to say, of Dubois. He's acquitted himself well. Yes, he Usyk has. just clearly the superior skills. And now the aggression as at the end of the round he comes forward and scores. ვიხილეთ კომბინაცია უსიკისგან და დუბუა აღმოჩნდა მუხლებზე. ნუ არ იყო ყველაზე ბრუტალური ნოკდაუნი, თორსები ერთი დარტყმა მხოლოდ ამ კომბინაციაში სუბთა, ანუ უნდა მეთქვა რომ კომბინაციის შემდეგ აღმოჩნდა უსიკი გერა დუბუა მუხლზე, მაგრამ აი მოდი გადავახვიოთ. Acquitted himself well. Yes, he Usyk has. just clearly the superior skills. აი ეგ დარტყმა, აი ეს ერთი დარტყმა, რომელიც ყველაფერს ამ ნოკდაუნს იწვევს. შემდეგი დარტყმებიდან სუბთა არც არ დახვდება თორსები დუბუას ვნახოთ. He's acquitted აი ახლა himself well. მიხვდებით? Yes, he Usyk has. just აი clearly ეს დარტყმა. the superior skills. უკვე ყალებს დუბუა უკვე მზადაა და აი As at the end of the უხსია. round he შემდეგი comes დარტყმებიდან სუბთა forward არც ერთი არ and იყო. scores the knockdown with the combination. ეს ყველაფერი მოხდა მერვე რაუნდის ბოლოში. თორსები წამოდგება, გააგრძელებს დუბუა ჩხუბს და ეგრევე დამთავრდება რაუნდი. აი ნახოთ. Knockdown score by დუბუა აგრძელებს Usyk in the closing და ზარის moments ხმა. of round number 8. I really got to disapprove. ეს უკვე ეხლა მე-9 რაუნდის დაახლოებით შუა ნაწილი. Challenger trying to fire back with a combination of his own. He's trying to push him out that door. Remember, Usyk has never scored a knockout as a heavy. Oh! There it is. What a short ძალიან shot with the სუფთა, right hand. კარგ მომენტში გამოჭრილი მარჯვენა ზუსტად ნიკაბზე და დუბუა მუხლებზეა. Usyk. Out that door. Remember, Usyk has never scored a knockout as a heavy. Ooh. Oh!
ძალიან ლამაზი და განსხვავებული ნოკდაუნი. მარჯვენა პირდაპირით, ცოტა უყურადღება მომენტში გამოჭრილი დუბოა და იდეალური შოთი ნიკაპზე. შოთი არა, ის კიდე ლობიანი. იდეალური დარტყმა ნიკაპზე და დუბოა მუხლებზეა. შემდეგი და ასევე ბოლო მნიშვნელოვანი მომენტი ამ ჯგუფში ხდება მე-9 რაუნდში. მოდი ვნახოთ. For the combination of his own. He's trying to push him out that door. Remember, Usyk has never scored a knockout as a heavy. Oh! There it is. What a short shot! სწორ მომენტში კარგად ჩასმული მარჯვენა პირდაპირი და დუბოა მუხლებზეა, როგორც ხედავთ. With the right hand for the second knockdown of the night by Alexander Usyk. ეხლა რაც მოხდება, მაგისთვის ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო დუბოამ. It's over. It is over. ნუ როგორც ხედავთ, არ იყო ეს რაღაც ბრუტალური ნოკაუტი და არ იყო ძლიერი დარტყმის შემდეგ თან დარტყმის ეფექტის გამო და თან ინერციის გამო წაქცეული მოჭხუბარი, კარგი მარჯვენა ნიკაპზე და დუბოა დაეცა მუხლებზე. დაეცა რა უფრო დავიდა მუხლებზე. ნუ დიდი კრიტიკა მიიღო იმის გამო, რომ ხალხი ფიქრობდა, რომ ამ ჯგუფში დუბოა დანებდა და ქვითერს ეძახდნენ. აი მოდი ვნახოთ ჯგუფის შეჩერების მომენტი. განხორციელდა ნოკდაუნი. დუბო აშკარად გონზეა. ანუ ხალხი ფიქრობდა, რომ ამ მომენტში შეეძლო მას ჯგუფის გაგრძელება. საჯი უთვლის, ანუ აშკარად ეს ის საჯი რამ რიცხვია უკვე მისული. That was a thing of beauty. So accurate. 8 9 და აი 10 რო აკეთებ და ვითომ წამოდგა რა. ნუ მიუხედავად იმ დიდი კრიტიკისა, ეს ყველაფერი ასე თუ ისე განაკარწყლა უკვე დუბოამ, რადგან იმ დამარცხების შემდეგ მოიპოვა 3 გამარჯვება და მარცხა ჯერელ მილერი, ფილიპ ჰერგოვიჩი და ამბობენ რომ ანტონი ჯოშუა დამარცხა, მაგრამ თუ არ ვცდები, გაირკვა რომ ეგ ყველაფერი ანუ ყალბი იყო. ან ჩხუბი იყო დადგმული, ან თუ არ ვცდები ეს ყველას დაგვესიზმრა თუ რაღაც თუ არ ვცდები AI იყო თუ რაღაც გავსი მოხდა ამ ჩხუბზე. ნუ ჩემი ინფორმაციით ის ჩხუბი რომელშიც დუბოამ ჯოშუა დანოკაუტა არ იყო ნამდვილი. ნუ ხუმრობ ეხლა რა თქმა უნდა, უბრალოდ ანტონ ჯოშუას დიდი ფანი ვარ, ძალიან გულშემატკივრებოდი მაგ ჩხუბში და აი ძალიან უარყოფით ემოციებს გავეცედი იმ მომენტში, როცა დუბოამ ამბობენ რომ დაუნოკაუტაო, მაგრამ მე ჯერ კიდე არ მინახავს ეგ ყველაფერი. სხვაშორის ამ ვიდეოში მინდოდა ასევე განმეხილა არა მარტო მათი პირველი ჩხუბი, უფრო ღრმა ანალიზს გამეკეთებინა 9 საათიანი 40 წუთიანი, მათი ბოლო ჩხუბიც მენახა. უსიკის ბოლო ჩხუბი, რომელშიც ტაისონ ფიური დაამარცხა, ისიც მენახა და დუბოს ბოლო ჩხუბიც, რომელიც ჯოშუასთან იყო, ისიც განმეხილა. ნუ ეს ყველაფერი არ გავაკეთე ორი მიზეზის გამო. ერთი ის რომ არ მინდოდა ჯოშუას დანოკაუტების გერეთ ყურება, მაგრამ უფრო მეტად ისეთი სიტუაციაა, რომ კი მინდა ესეთი სტილის ვიდეოს გაკეთება, სადაც მაგალითად გავიხილავთ რაღაც ერთ ჩხუბს, ანუ მთელი ვიდეო არის ერთ ჩხუბზე, გავიხილავთ ერთი მოჩხუბის ბოლო ბრძოლას, მეორეს ბრძოლას და მე რაღაც განხილვას ვაკეთებთ, პრესკონფერენციებს ვუყურებთ, რაღაც რა ინფორმაცია გაცვალე, რა უთხრეს ერთმანეთს, გავს რაღაცებს უფრო მოვიხილავთ უფრო დეტალურად. ნუ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიზავ, ჯერ უფრო ტესტავ რამდენად არის კრივის აუდიტორია YouTube-ზე საქართველოში. რაც უფრო შემომჭრა რომ ინტერესი არის ამ ყველაფრის მიმართ, მით უფრო დეტალურ ვიდეოებს გავაკეთებ და უფრო მეტ ინფორმაციას შევეცდები შევეხო ჩემ ვიდეოებში. ნუ როგორც ვახსენე, დანიელ დუბოს ჩხუბი იყო ანტონი ჯოშუასთან, რომელიც ნაღდი არ იყო და უსიკის ბოლო ჩხუბი მოგხსენებათ იყო ტაისონ ფიურისთან, რომელმაც რემატჩში მეორეჯერ დაამარცხა ტაისონ ფიური. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი გველდება 19 ივლისს კრივის ისტორიისთვის, რადგან მოგხსენებათ ყველა კამარი დევს სასწორზე და თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ალექსანდრ უსიკი, ის გახდება ოლიმპიური ოქროს მფლობელი, undisputed cruiserweight ჩემპიონი, ყველა კამარი აქვს უკვე მოგებული cruiserweight-ში, ამოვიდა heavyweight-ში, უკვე ერთხელ დაამტკიცა და ერთხელ გახდა undisputed, როცა ტაისონ ფიური დაამარცხა და მიიღო ყველა კამარი და ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში გახდება ორგზის heavyweight undisputed ჩემპიონი, ყველა კამარი ორჯერ იქნება მოპოვებული, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. heavyweight-ში მას ორჯერ ეყოლა დამარცხებული ანტონი ჯოშუა, 2-2 მარცხი ტაისონ ფიურის რეკორდზე არის უსიკის განხორციელებული. და ამ ჩხუბის მოგების შემთხვევაში ორჯერ ეყოლება ასევე დანიელ დუბოა დამარცხებული. ამ ყველაფერთან ერთად მოგხსენებათ როგორც პროფესიონალი ის არის დაუმარცხებელი 23 ჩხუბიდან 23 მევოგება და 14 ნოკაუტი. მოდი ამ ორი მებრძოლის ბოლო ინტერაქციას ვნახოთ და მერე გადავიდეთ ვიდეოს მეორე თემაზე. გუშინ მხოლოდ რაღაც პრეს მედია დღე, რომლის შემდეგაც მოხდა face-off-ი და მოდი ვიხილოთ. Move back, everybody. Move back, please. Everyone back. Come back.
ეს ფეისბუქები უმეტესად არაფრის თქველი არ არის ხოლმე, მოკლედ რაც ახლა მოხდა. უსიკის გუნდი იძახდა უსიკ, ამაზე წამოიგო დუბოა და and the new ანუ ახალი ჩემპიონიო იძახდა უსიკი უყურებდა ესეთი გაფადრული სახით რეაქცია არ ქონდა მის ამ ლაპარაკზე. არაფერი მნიშვნელოვანი ამ კადრებში უბრალოდ გაჩვენეთ ბოლო ინტერაქცია მათ შორის რა იყო. ეს არის გუშინდელი კადრები. არ ვიცი რამდენად მოვასწრებ ამ მომდე კიდე ერთი ვიდეოს დადებას, ამიტომ ჩემ ასე თუ ისე predictions ამ ვიდეოში გავაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ლოგიკური დასასრული ამ ჭუბის არის უსკის გამარჯვება ისევ ფინიშით. არის შანსი, რომ გაცლებით უკეთესად მომზადებული დახდეს დუბოა და ესეც უნდა იყოს ესეთ, იმიტომ რომ ბოლო ჭუბის მე ძალიან გავითარდა, ძალიან კარგი წვრილები ყავს და ჯოშუასთან ჭუბში განსაკუთრებით ჩანდა, რომ სწორი გეგმით მიდიოდნენ მის სამარცხებლად და ამიტომ გონია, რომ უფრო გაზრდილი როგორც მოჭუბარი დუბოა. ამიტომ შეიძლება ვიხილოთ უსიკისთვის უფრო რთული ბრძოლა და რაღაცა აფსეტთანაც მივიდეთ. მაგრამ ჩემი აზრით უფრო ლოგიკური ამ ჭუბში უსკის გამარჯვებაა. მეცაც გეტყვით, საერთოდ არ გამიკვირდება თუ უფრო მარტივად მოუგო და დააფინიშა უსკმა დუბოა ამ ჭუბში. ამიტომ დაველოდოთ, ძალიან საინტერესო რაღაც გველოდება და მოდი გადავიდეთ უკვე MMA-ის საფაროზე. მოკლედ ხალხო, ეს ვიდეოს გადაღების დროს დამავიწყდა, ეხლა მომავლის ლუგა გესაუბრებით. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მელაპარაკა, გამორჩა, მაგრამ მოკლედ მაინც მინდა შევეხმაროთ მნიშვნელოვანი რაღაცა. ამ უსკის და დუბოას ჭუბს, ანუ მაგ ქარდს გახსნის, ანუ პირველი ბრძოლა მაგ ღამეს, მაგ ივენტზე იქნება ლაშა გურულის ჭუბი. რაც აუცილებლად უნდა მეხსენებინა ამ ვიდეოში, ისევე დავპოსტავდი ამ თემაზე, ამ ქარდზე ვიდეოს, ამიტომ კი მინდოდა რომ უფრო მეტი მესაუბრო მაგ თემაზე, მაგრამ გამოვჭა სამწუხაროდ ძალიან არეული ჩაწერა იყო, ბევრჯერ გამეთიშა და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა მეხსენებინა რომ ძალიან დიდი მიღწევაა და ძალიან საამაყოა. ამიტომ წარმატებები ლაშა გურულს და იმედია გამარჯვებით დაბრუნდება. MMA-ის მაყურებლებს კი იმავე დღეს 19 ივლისს გველდება დასტინ პორიეს კარიერის ბოლო ბრძოლა. იგი დაუპირისპირდება მაქს ჰოლოვეის, ეს ყველაფერი იქნება ტრილოგია. მოგეხსენებათ, აქამდე უკვე ორჯერ აქვს ნაჭუბარი მაქს ჰოლოვეის და დასტინ პორიეს. პირველად მათი ჭუბეს 2012 წელს, 13 წლის წინ, თებერვალში. სადაც დასტინ პორიემ არბარით დაამარცხა მაქს ჰოლოვეი. არ მახსოვდა ეხლა დავსაჯე და საკმაოდ მალე დაუმარცხებია პირველივე რაუნდში. მე-13 წუთზე და 23 წამზე დაუმარცხებია არბარით მაქს ჰოლოვეი და დასტინ პორიეს. მეორე ჭუბი კი გასაგებად უფრო ახლო წარსულში იყო. ეს იყო 2019 წელს, იყო ინტერიმ კამარზე ბრძოლა, რომელშიც ასევე დასტინ ჰოლოვეი ვინ არის, რომელშიც ასევე დასტინ პორიემ გაიმარჯვა ერთწლოვანი გადაწყვეტილებით. 19-ში კი გველდება მათი მესამე ბრძოლა და ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, რაც ბოლოს მიდევს. ორი ფანების ფავორიტი მოჭუბარი უპირისპირდება ერთმანეთს ამ ბრძოლაში. და უმეტესი ნეიტრალური MMA-ის ფანები ეს სიტუაციაში არიან, რომ ჭუბის დასრულების ორივე ვარიანტი ხედავენ დადებითსაც და ნეგატივსაც. ერთი ვარიანტია რომ გაიმარჯვებს მაქს ჰოლოვეი და არ იქნება უკვე მეორე ტრილოგიაში 3-0-ზე დამარცხებული. რადგან მოგეხსენებათ, მას ასევე ტრილოგია აქვს შესრულებული ვოლკაუსკისთან, სადაც სამივე ჭუბი წააგო. და თუ ჰოლოვეი მოიგო, გაუხარდებათ ფანებს, რომ აი 3-0-ზე არ იქნება კიდევ ერთ მოჭუბართან და ერთხელ მაინც დაამარცხოს დასტინ პორიეს. მაგრამ თუ ეს მოხდა, ესე იგი გამოდის, რომ დასტინ პორიემ კარიერა წაგებით დაასრულა, რაც ასევე არ სურთ ფანებს. ფანებს სურთ, რომ დასტინ პორიემ დადებით ნოტაზე დაამთავროს კარიერა. ანუ ეს არის მეორე მხარე, რომ გაიმარჯვოს დასტინ პორიე და კარიერა კარგად დაასრულოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაქს ჰოლოვეის 3-0-ზე აქვს უკვე ორ ადამიანთან და ესეც არ სურთ მათ. ასე თუ ისე ნეიტრალად ვიყავი ამ ჭუბისკენ მიმართული, მაგრამ აი თუ არ გინახავთ მაქს ჰოლოვეის რაღაც ინტერვიუდან კლიპი დაიდო, სადაც აკრიტიკებს თოფურიას. და საკმაოდ უაზრო რაღაცას ამბობს ჩემი აზრით, ამბობს, რომ ეს თოფურიას სამჭუბიანი სტრიკი, რომელსაც ხალხი მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო სამზიზე ჭუბად, არის ზედმეტად გადაფასებული. ნუ ამბობს, რომ ვოლკანოვსკი ნოკაუტის მერე იყო წამოსული, მე მეჭუბაო და მე ოლივერია, რომელიც ერთ მოგებიან სერიაზე იყო. ანუ ფაქტობრივად თავის თავს დაუძახა პირდაპირ უკვე გაბანძებული. იმის ფონზე, რომ თოფური აღმოჩნდა პირველი მოჭუბარი, რომელიც ნოკაუტში გაუშვა მაქს ჰოლოვეი, ამ ყველაფერს ახლოსაც არ ყოფილა ჰოლოვეი, ანუ ის იყო ცნობილი რაღაც რკინის და აგურის თავისგან და იმისგან, რომ არ ითიშებოდა. და იმ ფაქტის შემდეგ, რომ თოფური ამას მოახერხა და იგი დაანოკაუტა, რომ ბიძახის მაქს ჰოლოვეი, რომ ზედმეტად გადაფასებულია თოფურიას ეს სამჭუბიანი სტრიკი არის აბსოლუტური სისულელე. ნუ ბარემ ამ ჭუბის prediction-ს რო თქვა, დასტინ პორიეს ინტერვიუები ვნახე და ამბობს, რომ აი ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ ბრძოლას და ძალიან უნდა რომ მოგებით დაასრულოს. კემპშიც უფრო ადრე დაიწყო და კარგად დაიწყო წონის კლება, უფრო ყურადღებია დებზადება და ასე შემდეგ. ეს ჭუბიც ასე თუ ისე 50-50-ზეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ორჯერ დამარცხებული ყავს მაქს ჰოლოვეი და დასტინ პორიეს და განსაკუთრებით კარგად ემზადება ამ ჭუბისთვის, ფიქრობ, რომ მესამეჯერაც მოახერხეს ამ ყველაფერს და კარგი დასასრული იქნება მის კარიერას.
როგორც ვთქვი, ძალიან საახაობრივ ჩხუბს ვიხილავთ ამ ორ შორის, რაც თავარია ფანებისთვის. მოკლედ ძალიან ველოდები ამ ბრძოლასაც და საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს ძალიან კარგი დღეგველი 19 ივლისს. სიბრალდეულად არ ვიცი როგორ შეიკრება ეს ვიდეო, რადგან როგორც მოახსენეთ ერთხელ უკვე მიკროფონი გამბედიშა თავიდანვე და თავიდან მომიწია ტელევიდეოს ჩაწერა და იმ მეორე ჩაწერის დროსაც კიდე რაღაც ხარვეზი იყო, ამიტომ რაღაც პაზლივით მომიწევს, ლეგოსავით მომიწევს ამ ვიდეოს აწყობა. თუ პირველი ვიდეოა ეს, რომელსაც შემახზე უყურებთ, დააჭირეთ არხს, ნახეთ, ბევრი ვიდეო არ მიდევს, მაგრამ რაც ვიდეოს მეგონი საინტერესო ვიდეოებია. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენაც არა მარტო ამ ჩხუბებზე, არამედ თვითონ ვიდეოებზე, როგორ გამოვიდა, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. რა კიდეც რო შევცვალო და ამოტოვან ასე შემდეგ. თემები შეგიძლიათ შემოთავაზოთ თუ რაზე გესიამოვნებთ ვიდეო რო ჩავწერო. დღეისათვის სულ ეს იყო მოკლედ. მედი ამ ვიდეო მასალებიდან რაღაცა ნორმალურ შევაწებებ და ასე თუ ისე ნორმალური ვიდეო გამოვიდა. ეხა ის ტექსტი უნდა გავუშვა. Cloud გამოიწერეთ არხი. ეს თქვენთვის ერთი ვილაკის საჭერაა და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. კაი, წავედი მართლა დამათენდა თავზე უკვე დილის 6 დაიწყო. ნახვამდის.